აი 40 წლის ასაკში ვარ და მაინც სუშიში მაქვს შეცდომის. ამავე დროს სულ ვცდილობ, რომ ვიყო იდეალური მშობელი. როგორ გამომდის ეს ცალკე საკითხი, მაგრამ ვცდილობ. თვითონ ეს მცდელობაც იდეალური მშობლობისკენ სწრაფვა უკვე შეცდომა ხო არ არის? აი ზუსტად კითხვაშივე არის პასუხის მარცვალი. იმიტომ რომ იდეალური მშობლობა, ხო, როგორი ესეთი ძალიან ფართო ცნება არის, ხო? რა შეიძლება მივიჩნიოთ და რა არის იდეალური მშობლობა? ან ცოტა ინდივიდუალურად თუ ვისაუბრებთ, ვისთვის რა არის იდეალური მშობლობა? არსებობს ესეთი ძალიან კარგი ცნება, საკმარისად კარგი მშობელის. აქედან გამომდინარე, რომ საკმარისად კარგი მშობელი არის მშობელი, რომელიც იაზრებს იმასაც, რომ ის პირველად არის მშობელი, მშობლებად არ ვიბადებით და ჩვენ შვილებთან ერთად ვსწავლობთ და გავდივართ ამ მნიშვნელოვან პროცესს და იდეალური მშობლობისკენ სწრაფის და მონდომების ხარჯზე მოგვდის ხოლმე ხშირად შეცდომები, სწორედაც. იმიტომ რომ იმდენად შეიძლება დაძაბულები, ძალიან მიმართულები ვიყოთ, რომ არ დაუშვათ შეცდომები და აი ზუსტად აქ მუშაობს ის მომენტი, როდესაც ძალიან გვინდა რომ არ დაუშვათ შეცდომები, მოგვდის ხოლმე ეს შეცდომები ხშირად. და საკმარისად კარგი მშობელი გულისხმობს იმას, რომ ვიყო ღია და მიმღებელი იმის მიმართ, რომ შესაძლებელია დაუშვა შეცდომები და აქვე, რომ შეცდომა შეიძლება ახალ რესურსად იქცეს და ვისწავლო ამ შეცდომისგან. რა შეიძლება მასწავლოს იმან, რაც ახლა მე შემეშალა. და საკმარისად კარგი მშობელი გულისხმობს ხელმისაწვდომობას ბავშვისთვის ემოციურად, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. საკმარისად კარგი მშობელი არის ბავშვის გვერდით ემოციურად გულისხმობ, აღიარებს მას, იღებს მას ისეც, რაც როგორიც არის. თუ ბავშვსაც მოუვიდა შეცდომები, მას უკვე შიშის არ აქვს, რომ მშობელი მის შეცდომებიანად რაღაცნაირად დაიწუნებს მას, ასე თქვა და არ მიიღებს, ეს ქმნის ზუსტად აი ამ ღია ურთიერთობის შესაძლებლობას და მჭიდრო მიჯაჭვულობას და მჭიდრო კავშირს და ზუსტადაც მე ეს ემოციური კავშირი, ემოციური უსაფრთხო ურთიერთობა მშობელთან არის ის ჩარჩო, რითაც მე ბავშვი უკვე გარე სამყაროსთან ურთიერთობს და რითაც ბავშვი იგებს საკუთარ თავზე ინფორმაციას და შემდეგ ამითი გადის უკვე ადამიანებთან ურთიერთობის გზაზე. ამიტომ მოდი შეგვეძლოს რომ ვიყოთ საკმარისად კარგი მშობელი.